მოგესალმებით ყველას. რამ შვენიერი დღეა და ყველაფერს რომ თავი დავამატოთ, ჩვენთან არიან დენ დაიკერი, რომელიც იერუსალიმის უსაფრთხოების და საგარეო საქმეთა ინსტიტუტის პრეზიდენტია და მწვანე პრინცი, მოსაფ ჰასან იუსეფი. მგონია, რომ ეს ჩემთვის ოჯახური შეკრებაა. ორივე ამ ადამიანს ძალიან კარგად ვიცნობ და მიყვარს. ჩვენც გვიყვარხარ. მოსაბ, შეგიძლია დაიწყო? და ჯენ, რით განსხვავდება დღევანდელი დღე 2025 წლის ივნისისგან? როცა პირველად წავედით ომში, იმ 12 დღიან ომში. პირველ რიგში ძალიან მიხარია შენი ნახვა, დიდი ხანი არ გვინახავს ერთმანეთი. თუ შენ არ იქნებოდი, დღეს აქ არ ვიქნებოდი სინამდვილეში. სარამ რამდენიმე თვის წინ დაამირეკა. ომის პირველი 2 კვირა რომ ჩემზე ეზრუნა, ენახა, ახლოს თუ მქონდა თავშესაფარი. კულისებში დიდი ქაოსი იყო. მან მკითხა, სად ჯანდაბაში ხარ? ვერ მოვიტყუე. უთხოვით ხორი ირანისა და ერაყის საზღვარზე ვარ, ირანის რევოლუციური გვარდიის ცეცხლის ქვეშ. და შენ? დაცულ ოთახში ვიყავი. ხო. რაც შეეხება კითხვას, კამპანიას, ომსა და ამ კამპანიას შორის სრული განსხვავება, 12 დღიანი ომი იყო ოპერაცია, უმაღლესი დონის ოპერაცია. ისრაელმა მტერი გააოცა. ისრაელი კარგად იყო მომზადებული. და ისრაელს არ ყავდა მეგობრები, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე ცუცუნებდნენ და მხოლოდ ხმაურიანები აღმოჩნდნენ. სინამდვილეში 12 დღე ისრაელი. აიათოლები კუთხეში მოიმწყდია. ისინი ყველაზე მძლავრად გააოცა. სანამ ისინი სრულ შოკში იხჩობოდნენ, ვიღაც სხვა მოვიდა. რისთვის? რომ ნაყოფი მოემგო. მათ დაინახეს, რომ ისრაელი იმარჯვებდა. მათ მიიზიდათ ეს. მათ უყვართ წარმატება. მათ არ შეუძლიათ წარუმატებლობის უფლება მისცენ თავს. მათ შეწყვიტეს ის, რასაც აკეთებდნენ და უბრალოდ მოვიდნენ, რომ პროცესის ნაწილი გამხდარიყვნენ. რატომ? იმიტომ რომ 12 დღიანი ომი უმაღლესი დონის სამხედრო ოპერაცია იყო. ეს არის ისრაელი. ისრაელი. ზად იყო. ეს ქაოტურია. ეს არ არის 100%-ით ისრაელის გეგმა. და ჩვენ გავყევით ამ გეგმას მიუხედავად იმისა, რომ საქმე 1 წლის წინ უნდა დაგვესრულებინა. მე-12 დღე ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო. მხოლოდ იმისთვის, რომ გაგვეჩერებინა, შემდეგ კი 6 თვის შემდეგ მათთვის გვეხვეწა. წავიდეთ. ეხლა დადაწყვეტილება მიიღე. 6 თვის შემდეგ, 6 თვის წინ ჩვენ უპირატესობა გქონდა. ჩვენს მხარეს მთელი მსოფლიო და მოკავშირეები გვყავდა. შეგვეძლო საქმე დაგვესრულებინა. შეჩერდით იქ და თქვით, რომ არ იცით რას აკეთებთ. სრული თავხედობა. შემდეგ, როცა საქმეში ჩაერთეთ, ამ ჩიხში ჩაგვათრიეთ. და ეხლა ჩვენ დავგწირეთ. ეს არის მარტივი სიმართლე. და არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო. ეს არის რეალობა, როგორც მე ვხედავ მას. და როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, მე არ წარმოვადგენ არც ერთ ორგანიზაციას. და იმედი მაქვს, ქაოსს არ ვქნი. ამას პირველივე დღიდან ვამბობ. მე არ მინდოდა ტრამპის ჩართვა ამ ომში. რადგან ის ხელის შემშლელი იყო. და როგორც თქვი, მე მხოლოდ საკუთარ თავს წარმოვადგენ. მე მხოლოდ საკუთარ თავს წარმოვადგენ. ის ომს ვერ იგებს.
და მას უნდა რომ ისრაელმა იმუშაოს მისი გრაფიკის მიხედვით. და მას უნდა მოსადი. ყოველ წუთს მზად იყოს. როცა უპირატესობა ჩვენ გქონდა. მან გაანადგურა შესაძლებლობა. და ჩვენ მზად არ ვიყავით. და ჩვენ მზად არ ვიყავით. მან იჩქარა დახმარება გზაშია. ასე არ მუშაობს ეს. ეს კატასტროფის რეცეპტია. და მე ეს წინასწარ ხედავდი ამას მანამდე სანამ ისინი ომში წავიდოდნენ. მაგრამ მაინც ვინ მიდის ომში. გრაფიკით. როცა ომში მიდიხარ განსაკუთრებით ესე ძლიერ მტერთან, არ ამბობ რომ მინდა 5 კვირაში დავამთავრო. არავინ მიდის ომში გრაფიკით. და როცა ომში მიდიხარ, უკეთესია მზად იყო არა მხოლოდ გამარჯვებისთვის, დამარცხებაც შესაძლებელია. სიკვდილიც შესაძლებელია. ომში არ მიდიხარ მხოლოდ გამარჯვებაზე და მოგებაზე ფიქრით. ეს არ არის იმ ადამიანების თვისება, ვინც ნამდვილად და რეალურად სურს ამოცანების შესრულება. დენ, მინდა შენგან გავიგო. რატო ფიქრობ, რომ განსაკუთრებით ომის დროს ისრაელისთვის დაცვადი საზღვრები აუცილებელია? ამაზე 10 წამში გიპასუხებ, მაგრამ მინდა უბრალოდ გავიმეორო ის, რაც ელჩმა დონმა თქვა. რაც მოსაბმა ახლახან თქვა, ეს იყო თეზისი იმისა, თუ როგორ უყურებს ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი, რომელიც თავად ამ რეგიონიდანაა, პოლიტიკურ კულტურას და როგორ ესმის, როგორ მუშაობს ყველაფერი ახლო აღმოსავლეთში. ელჩმა ადანმა თქვა, რომ ნარატივების ომი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. და რაც ვისწავლეთ JCFA-ში მოსაბთან ერთად ხანგრძლივი მუშაობისა და მოსმენის შედეგად, არის ის, რომ უნდა დავიწყოთ ფიქრი ისე, როგორც მკვიდრი წევრი, ყველაზე მკვიდრი წევრი იმისა, რაც დღეს არაბულ-მუსლიმური უმრავლესობის მქონე ახლო აღმოსავლეთი. ჩვენ ვართ ყველაზე მკვიდრი წევრი. და ზუსტად როგორც ელჩმა დონმა თქვა, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების აუცილებლობა, რომ მივიღოთ ის, რასაც რუსები უწოდებენ რუსულ პოლიტიკურ ომს, ჰიბრიდულ ომს. და ის, რაც ახლა მოსაბისგან მოისმინეთ, არის ის გზა, როგორც ახლო აღმოსავლელებმა უნდა ვიფიქროთ თუ როგორ გადავჭრათ და მოვიგოთ ომები ახლო აღმოსავლეთში. ეხლა ამ ყველაფრის ფარგლებში, როგორც ამ ოთახში ბევრმა იცის, თავდაცვადი საზღვრები ისრაელის უსაფრთხოების დოქტრინაა 1967 წლის ელვისებური გამარჯვების შემდეგ. ეს ეხებოდა იმას, რასაც ისინი გავჰარს, იუდეისა და სამარიის მთიან ქედს უწოდებდნენ, რაც გვაძლევდა ტოპოგრაფიულ უპირატესობას და სტრატეგიულ სიღრმეს ჩვენს აღმოსავლეთ მხარეს. ახლა ამას ვაგრძელებთ ჩრდილოეთით, ლიბანის მიმართულებით. ცხადია, ლიბანი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მომავალში მისი მიტოვება არ შეიძლება. ლიტანიდან და კიდევ ავალის მდინარემდე და სამხრეთითაც კი, რადგან ეს მოგცემს ბუფერულ ზონებს, დემილიტარიზებულ ტერიტორიებს, რაც გჭირდება იმისთვის, რომ აღარასოდეს განვიცადოთ კიდევ ერთი 7 ოქტომბერი. ეს ასევე ეხება ღაზასაც. მინდა თითოეულ თქვენგანს მოვუსმინო, რა მიგაჩნიათ ამ ყველაფრიდან ყველაზე პესიმისტურ სცენარად და ყველაზე ოპტიმისტურ სცენარად. საერთოდ არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, გულწრფელად რო გითხრათ. ამიტომ ოპტიმისტური სცენარი არ მაქვს. მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია. ზიანის კონტროლი. ზიანი უკვე მიყენებულია, ეს უნდა მივიღოთ. იცი, ზიანი მოხდა ოქტომბრის მე-7-ს. არც დღეს და არც გუშინ. და მას შემდეგ ჩვენ ძალიან ვცდილობთ აღვადგინოთ იმიჯი, ჩამოვირეცხოთ მარცხის სირცხვილი. მათთვის, ვინც ეძინა და მათი საქმე იყო ისრაელის ხალხის დაცვა, მათ ცუდი არჩევანი გააკეთეს. მათ ხალხს უნდღუნეს. და მათ არ აიღეს პასუხისგებლობა თავიანთ მარცხზე. და მას შემდეგ ჩვენ ძალიან გააფთრებით ვიბრძვით სხვადასხვა ფრონტზე, ვცდილობთ გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან. ეს წაგების მდგომარეობაა. თუ გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში ამ მდგომარეობიდან გამარჯვებულები გამოვალთ, მოგატყუებთ. მდგომარეობა ძალიან რთულია
და სულ უფრო მეტი ადამიანი ეწინააღმდეგება სიმართლეს, არა მხოლოდ ისრაელს. ისინი მხარს უჭერენ აჟიოტაჟს. ისინი მხარს უჭერენ მოდურ ნარატივს, მსხვერპლის ნარატივს. და ისრაელი მათთვის იქნება ეს საზოგადოება თუ პოლიტიკის შემუშავებლები, გადაწყვეტილების მიმღებები, ისრაელი მათთვის უფრო ტვირთად იქცა ვიდრე აქტივად. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ისრაელი მათი უდიდესი აქტივია. ისინი აქ არ იქნებოდნენ. ისინი ამ მდგომარეობაში არ იქნებოდნენ ისრაელის გარეშე. და ეხლა ისინი ცდილობენ დაამშვიდონ ურჩხული და დააკმაყოფილონ საზოგადოებრივი აზრი. მაშ გილოცავ, შენ მოიგებ შემდეგ არჩევნებს. მაგრამ შენ უბრალოდ საბოტაჟი მოახდინე. საფუძველი, მთელი სტრუქტურის მთავარი სვეტი დაანგრიე, როცა ისრაელს ზურგი აქციე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის სისხლს ღვიდა. არ მგონია, რომ არაბებს, მუსლიმებს, ანტისემიტებს, ანტიისრაელურ ძალებს ქონდეთ შესაძლებლობა გაანადგურონ ისრაელის სახელმწიფო. ვფიქრობ, ეს შეუძლებელია. და ისრაელი, როგორც ერი, რომელმაც გადარჩენა შეძლო, უსასრულო მცდელობებს მისი განადგურების. თითქმის 5000 წლის განმავლობაში ისრაელი უკეთ იცის ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი, რომელიც დღეს ცოცხალია, როგორ გადარჩეს ეს. ეს არის პირველი. მეორე, ისრაელში ყველა მიცის როგორ იბრძოლოს. ყველა. არც ერთი სხვა ერი არ არსებობს, რომელსაც იგივე უნარები, იგივე ინტელექტი და იგივე გაგება აქვს. თუ რა სურს ზუსტად მტერს. და ნება მომეცით ეს მკაფიოდ თქვა. ისრაელის არსებობა არ არის მოსალაპარაკებელი და ის არ არის დამოკიდებული ზესახელმწიფოებზე ან საზოგადოებრივ აზრზე. და თუ ისინი გააგრძელებენ ისრაელის კუთხეში მიყენებას, სწორედ ისინი იქნებიან, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდებიან. ისრაელს არ გამოუყენებია. ისრაელს ყველაფერი არ გამოუყენებია, რაც აქვს. და ისრაელმა სპეციალურად არ გამოავლინა ის მოწინავე იარაღი, რაც აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. ჩვენ არ გვინდა მტერმა იცოდეს რა გვაქვს. და ეხლა ამ ეტაპზე უბრალოდ ვთამაშოთ. ასე რომ ეს არის მკაფიო გზავნილი მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია ისრაელის განადგურება. ისრაელის უკან დგას არსებობა, დგას შემოქმედი. ისრაელი შემთხვევითი არ არის. ცდილობ არ გავაკეთო ესე. ბოდიში რომ პასუხი გამიგრძელდა. ცდილობ არ გამოვიყენო სიტყვა ღმერთი, რადგან ღმერთი ყველასთვის შეიძლება სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს. მაგრამ თუ ისინი ფიქრობენ, რომ ისრაელის გადარჩენა 5000 წლის განმავლობაში შემთხვევითია, მათ თავიდან უნდა გადახედონ. ჯენ, თუ შეგიძლია უბრალოდ დაამატო. ამას. ხო, ძალიან სწრაფად. მგონია რომ ისევ იეშუაში ვარ. როუშ, იეშუასთან ერთად. წეულებაზე არ ხართ მოწვეული. მათგან უმეტესმა თქვა რომ ის პესიმისტია, მაგრამ მე თითქოს უკეთესად გზნობ თავს, როცა მოусმინე. და ჩვენ ყველა. და გეტყვით ძალიან მოკლედ, რადგან აქ მოსაბის მოსასმენად ვართ. საბოლოოდ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ ბოლო 2.5 დღის გამო, ალექს და ჯენის. ეს არის ყველაზე გამორჩეული ადამიანების შეკრება ბოლო 3 დღის განმავლობაში. ეს არის ისრაელის მომავალი. ეს ოთახი. და იცით, ჩვენგან ბევრს. ბევრმა ჩვენგანმა შვილები საბრძოლოდ გაგზავნა. და ეს გვაძლევს ოპტიმიზმს. რადგან ჩვენი შვილები, ჩვენი ქალიშვილები და ვაჟიშვილები, რომლებმაც ჩვენთვის იბრძოლეს მეშვიდედან გამარჯვებამდე, რომელსაც მივახციეთ. დღემდე. და ჩვენ საქმე არ დაგუმთავრებია, მაგრამ ჩვენი შვილები ისრაელის მებრძოლები არიან. და მაგალითი ზნეობრივი მაგალითი მსოფლიოსთვის იმის შესახებ, რას ნიშნავს სინამდვილეში იყო ერებისთვის ნათელი. და ეს მაძლევს ძალიან დიდ ოპტიმიზმს.
ჩვენი შვილები, ჩვენი ვაჟები და ჩვენი ქალიშვილები არიან ის ღირსეული გმირები, რომლებიც ისრაელს ზურგზე ატარებენ. მომავალში ბევრი სასიამოვნო რამ გველის, ამ ისრაელ ხაი. შვენიერია.